სოფელ ჟრიამულში მცხოვრებ ყველა ბინადარს შობა ძალიან უყვარდა. მაგრამ გრინჩს, რომელიც ჟრიამულის ჩრდილოეთით მთა ყრუნჩხულში ცხოვრობდა, სულაც არა. გრინჩს ზულდა შობა. მთელი ეს სადღესასწაულო სეზონი. გთხოვთ, არ იკითხოთ რატომ. ზუსტი მიზეზი არავინ იცის. შეიძლება კისერი დაეჭიმა, ან იქნებ ფეხსაცმელი უჯერდა. მაგრამ მე მგონია, ყველაზე სავარაუდო მიზეზი ის იყო, რომ გული ჰქონდა ორი ზომით პატარა. მაგრამ რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, გული თუ ფეხსაცმელი, შობის ღამეს ის იქ იდგა. ჟრიამულის ხალხი ეჯავრებოდა და თავისი გამოქვაბულიდან მჟავე გრინჩული სახით დასცქეროდა სოფლის თბილად განათებულ ფანჯრებს. მან იცოდა, რომ ქვემოთ ჟრიამულში ყველა საახალწლო ფუსფუსში იყო. წინდებსაც კიდებენ. ჩაიბურტყუნა მან და ტუჩი აიბზვა. ხვალ შობა, ფაქტობრივად უკვე აქ არის. რაღაც უნდა ვიღონო, რომ შობა შევაჩერო. არ დაუშვა მისი მოსვლა. ხვალ დილით ჟრიამულელი გოგო ბიჭები ადრიანად გაიღვიძებენ. ისინი სათამაშოებს ეცემიან და მერე. ეს ხმაური. ეს ხმაური, 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 ხმაური. აი, ეს ეჯავრებოდა ყველაზე მეტად. ხმაური, 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 ხმაური. მერე ჟრიამულელები, დიდები თუ პატარები, სუფრას მიუსხდებიან. გაშლიან პურმარილს და იზეიმებენ. და იზეიმებენ, და იზეიმებენ. ისინი შეექცევიან ტკბილ გოზინახს და საოცარ ხაჭაპურებს, რასაც გრინჩი ვერაფრით იტანდა. და მერე ისინი იზამდნენ იმას, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონდა. სოფელ ჟრიამულში ყველა მაღალი თუ დაბალი ერთად დადგებოდა. ისინი ერთმანეთს ხელს ჩაკიდებდნენ და სიმღერას დაიწყებდნენ. ალილოს იმღერებენ და იმღერებდნენ და იმღერებდნენ, იმღერებდნენ და რაც უფრო მეც ფიქრობდა გრინჩი ამ ჟრიამულურ სიმღერაზე, მით უფრო გაბრაზებით ამბობდა. საშობაო ზარები, როგორ მეზარები. უკვე 43 წელია ვითმენ, უნდა შევაჩერო შობის მოსვლა. უცებ მას იდეა მოუვიდა. გრინჩს მშვენიერი, საშინელი იდეა მოუვიდა. ვიცი რაც უნდა ვქნა. ჩაიცინა გრინჩმა. მან ნაჩქარევად შეკერა თოვლის ბაბუის ქუდი და მოსასხამი. რა შესანიშნავი, გრინჩული ოინია. ამ ქუდითა და მოსასხამით ნამდვილ თოვლის ბაბუას ვგავარ. ახლა მხოლოდ ირემი მჭირდება. მიმოიხედა გრინჩმა, მაგრამ რადგან ირმები იშვიათობა იყო, ვერ საბიპოვა. შეაჩერა ამან ბებერი გრინჩი? არა. გრინჩმა უბრალოდ თქვა, თუ ირემს ვერ უპოულობ, მე თვითონ გავაკეთებ. მან დაუძახა თავის ძაღლს, მაქს. თავზე დიდი რქა მიაბა. შემდეგ ძველ დანჯღრეულ მარხილზე ცარიელი ტომრები დატვირთა და ბებერი მაქსი შეაბა. და მარხილი დაიძრა იმ სახლებისკენ, სადაც ჟრიამულელებს ტკბილად ეძინათ. ყველა ფანჯარა ჩაბნელებული იყო. გარეთ თოვდა. ყველანი უდარდელად ხედავდნენ ტკბილ სიზმრებს, როცა ის მოედანზე პირველ პატარა სახლს მიადგა. მერე საკვამურში ჩასრიალდა. მერე ოთახში საზარელი ღიმილით მიიკლაკნებოდა და ყველა საჩუქარს იღებდა. თოფებს, ველოსიპედებს, გორგოლაჭებს, დოლებს, ბატიბუts და ჩურჩხელებს. ყველაფერს ტომრებში ტენიდა. მერე საახალწლო სუფრას მიადგა. ჟრიამულელების ნადიმი აიღო, ხაჭაპურები აიღო. ყველაფერი ისე სწრაფოდ გაასუფთავა, თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრებდით. შემდეგ მთელი საჭმელი სიხარულით აიტანა სახურავზე. და ახლა
ნაძვის ხესაც მივხედავ. უცებ ხმაური მოესმა. სწრაფად შეტრიალდა და პატარა გოგონა დაინახა. პატარა ნინიკო, რომელიც 2 წლისაც არ იქნებოდა. გრინჩი ამ პატარა ჟრიამულელმა გამოიჭირა, რომელიც ლოგინიდან წყლის დასალევა დამდგარიყო. თაოლის ბაბუ, რატომ მიგაქვს ჩვენი ნაძვის ხე? ის ბებერი გრინჩი ისეთი ეშმაკი და გაქნილი იყო, რომ ტყუილი უცებ მოიფიქრა. იცი ჩემო პატარა ნინიკო, ამ ხეს ერთი ნათურა აქვს გაფუჭებული, იცრუა ყალბმა ბაბუამ. ცალმხარეს არანათებს. ამიტომ სახლში მიმაქვს. ჩემს სახელოსნოში ძვირფასო, იქ შევაკეთებ და ისევ აქ მოვიტან. ბავშვს ტყუილი სიმართლედ მოეჩვენა. გრინჩმა მას თავზე ხელი გადაუსვა, წყალი დაალევინა და ლოგინში დააწვინა. და როცა პატარა ნინიკუ თავისი ჭიხით საწულში დაბრუნდა, გრინჩი ბუხართან მივიდა და ხე საკვამურში შეტენა. მერე თვითონაც საკვამურში აძრვა ის ბებერი მატყუარა და ერთადერთი საკვები რაც სახლში დარჩა, იყო მჭადის ნამცეცი, რომელიც თავსაც კი არ ეყოფოდა. შემდეგ იგივე გააკეთა სოფლის სხვა სახლებშიც. დატოვა ნამცეცები, რომლებიც მეზობლების თაგვებსაც არ ეყოფოდათ. უკვე თენდებოდა. ყველა ჟრიამულელს ლოგინში ისევ ტყბილად ეძინა, როცა გრინჩმა თავისი მარხილი შეკრა. შეკრა მათი საჩუქრებით, ლენტებით, შესაფუთი ქაღალდებით, იარლიყებით, გირლიანდებით. 3000 ფუტის სიმაღლეზე, მთა ყრუნჩხულის კლდოვან ფერდობზე, ის ტვირთით მწვერვალისკენ მიიწევდა, რათა ყველაფერი ხრამში გადაეყარა. თქვენი ჟრიამულელევო, გრინჩულად ღიღინებდა ის. ახლა გაიგებენ, რომ შობა არ მოვა, ისინი ახლა იღვიძებენ. ვიცი, რასაც იზამენ. 1-2 წუთით პირდაღებულები დარჩებიან. მერე კი სოფელ ჟრიამულში ყველა ტირილს მორთავს. ბუჰუ. აი ეს ხმა აუცილებლად უნდა გავიქონო. ის შეჩერდა და ყური მიუგდო და მართლაც გაიგონა თოვლიდან მომავალი ხმა. თავიდან ჩუმად ისმოდა. მაგრამ ეს ხმა არ იყო სევდიანი. ეს ხმა მხიარულად ჟღერდა. შეუძლებელია, მაგრამ ეს იყო მხიარული ძალიან. მან ჟრიამულს გადახედა, მაღალი თუ დაბალი მღეროდა საჩუქრების გარეშე. მან ვერ შეაჩერა შობის მოსვლა. ის მოვიდა. ასე თუ ისე, ის მაინც მოვიდა. და გრინჩი, თოვლში გაყინული გრინჩული ფეხებით, იდგა და თავს იმტვევდა. როგორ მოხდა ეს? ის მოვიდა ლენტების გარეშე. ის მოვიდა იარლიყების გარეშე. ის მოვიდა ხუთებისა და ტომრების გარეშე. 3 საათი ფიქრობდა, სანამ თავი არ ატკივდა. მერე კი გრინჩმა ისეთი რამ გაიფიქრა, რაც მანამდე არ უფიქრია. იქნებ შობა, გაიფიქრა მან. არ მოდის მაღაზიიდან. იქნებ შობა, ვინ იცის, გაცილებით მეც ნიშნავს. და რა მოხდა შემდეგ? ჟრიამულში ამბობენ, რომ იმ დღეს გრინჩის პატარა გული 3-ჯერ გაიზარდაო. და როგორც კი გულზე მოეშვა, ის თავისი ტვირთით დილის ნათელში დაეშვა და დააბრუნა სათამაშოები და საჭმელი ნადიმისთვის. იცით რატომ სძულდა შობა გრინჩს? იმიტომ რომ ეგონა შობა მხოლოდ ჟრიამულელების იყო და მისი ადგილი არ მოიძებნებოდა ამ სითბოში, სიმღერასა და სიყვარულში. ეგონა რომ თუ საჩუქრებს მოპარავდა, ჟრიამულელებიც გრინჩივით მარტოსულები გახდებოდნენ. მე მეგონა შობა ყუთებში ელაგა, მაგრამ დღეს მივხვდი, რომ შობა ნივთი არ არის. შობა ის უხილავი ძაფია, რომელიც გულებს ერთმანეთთან აკავშირებს. მე გული 2 ზომით პატარა კი არა, უბრალოდ ცარიელი მქონდა. ამ ხალხმა კი ის სიყვარულით ამივსო. გამოიწერე არხი და მოიწონე ვიდეო.